სად არის გიორგი გახარია მოცემულ ეტაპზე? ფილმი ვიცით? მე მას კი არ ვაკრიტიკებ, მაინც და მაინც უბრალოდ ვკითხულობ. სად არის ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი, ყოფილი პრემიერ-მინისტრი, რომელსაც ჩემი აზრით უამრავი წარსულში ცოდვა ჩაუდენია, უამრავი შეცდომა დაუშვია, მაგრამ მიზეზთა გამო შესაძლოა გულში ჩვენში ვაპატიეთ კიდეც, შევუნდეთ კიდეც, ყოველ შემთხვევაში აღარ ვახსენებთ, აღარ ველაპარაკებით 20 ივნისზე გავლილოვზე, იმაზე ბიზინა მუბრძანა თუ არა, ცეცხლის გახსნა, ასე უნდა ვთქვა 20 ივნისს 2019 წელს. აღარ ველაპარაკებით სხვა მის ცოდვებზე ბჭყალებში, თუ ცოდვებზე ბჭყალების გარეშე. სად არის გიორგი გახარია? ბევრი თქვენგანი იტყვის, რომ არ ვიცითო, არც მე ვიცი და ბევრი თქვენგანი შეაფასებს ესე, რომ გავიდა ქვეყნიდან და აღარ ბრუნდება, იმიტომ რომ თავი უნდა გადაირჩინოს. იმიტომ რომ მისი ჩამოსვლა დაბრუნება და წულუკიანის კომისიაზე დაბარება და მერე პროკურატურაში დაბარება და მერე ხელბორკილის დადება ერთი იქნება. გიორგი გახარიას კომისიაზე რომც გამოცხადდეს, მეორედ რომ მივიდეს, მაღალი ალბათობით მაინც დაიჭერენ ჩორჩანის ინციდენტის თუ ამბის გამო საგუშაგო რატო დააყენეო, ერთადერთი რამე აქვს გაკეთებული კარგი, მე მგონი გიორგი გახარიას და ამის გამო ედავებიან და არა იმის გამო, რაც მან შეცდომები დაუშვა. ასე ვიტყვი, ან დანაშაულები ოღონდ ბჭყალებში, ცხადია ეს საკვლევია და ობიექტური სასამართლოს მიერ არის სათქმელი, ოღონდ არა ახლა, დღეს და ახლა. სად არის გიორგი გახარია? მე არ ვცნობ 26 ოქტომბრის არჩევნების შედეგებს, მაგრამ ერთ წამს რო ჩავრჩეთ იმ ჩარჩოებში, 7-ზე მეტი პროცენტის მიმღები პოლიტიკური პერსონა პარტიასთან ერთად ცხადია. გიორგი გახარია არის უცხოეთ საზღვარგარეთ, ხო და მაღალი ალბათობით მე კი მომწერე 8 დღის წინ 3 დღეში დაბრუნდებაო, მაგრამ 3 დღეც გავიდა და 8 დღეც გავიდა და ის არ დაბრუნებულა. მართებულად იქცევა, სწორად იქცევა, არასწორად იქცევა, ეს მერე ვილაპარაკოთ, სხვა დროს ვილაპარაკოთ. სად არის მამუკა ხაზარაძე? მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე არიან საპატიმროში. ვინ წარმოიდგენდა, რომ საქართველოს დამოუკიდებლობის აქტზე ხელის მომწერს ბადრი ჯაფარიძეს ხელბორკილს დაადებდა ბიზინა ივანიშვილის ბანდა და მამუკა ხაზარაძეს, რომელმაც შექმნა TBC და ამ თვალსაზრისით მაინც სულ მინიმუმ ლაპარაკობ, კიდე ბევრი რამ შექმნა, მაგრამ ამ თვალსაზრისით მაინც ის პატივსაცემია. დიახ, მის პოზიციას მე არ ვეთანხმები. ვამბობ, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში გასვლა არის შეცდომა, სჯობს რომ გადმოვარწმუნოთ, მაგრამ კი არ გადაგვარწმუნოს, არამედ ჩვენ გადმოვარწმუნოთ ის და მისმა პარტიამ ძლიერმა საქართველოს კოალიციამ არ მიიღოს მონაწილეობა ამ არჩევნებში. გასაგებია. მე არც ის მგონია სწორი, რომ რაღაცა პატიმარია, ამის გამო ტაბუ დავადოთ მისი პოზიციის და მის თუგნებავთ, ასე ვიტყვი, კრიტიკას, ხო? არა, რასაკვირველია, უნდა ვაკრიტიკოთ, შეიძლება ესეთი ხმამაღალი ნათქვამია, მოკლედ უნდა ჩვენი არგუმენტები დავუდოთ მას მაგიდაზე, კვლავ ვიმეორებ, იქნება და გადმოვარწმუნოთ, ან იქით გადაგვარწმუნოს, რისი ალბათობაც ჩემი აზრით 0-ის თოლფასია, მაგრამ მაინც, მოკლედ მამუკას დაჩემებული აქვს, მეთქი ასე ვიტყვი, მამუკას და ბადრის, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში უნდა გავიდეთ და რაღაცა შეუძლებელია პრაქტიკულად მისი გადარწმუნება, ან მისგან ჩვენი გადმორწმუნება, რეალობა ასეთია, როგორც ასეთი. სად არიან სხვა პოლიტიკური ლიდერები? ზურაბ ჯაფარიძე ასევე საპატიმროშია, ნიკა მელია ასევე საპატიმროშია, ნიკა გვარამი ასევე საპატიმროშია და საპატიმროში არ არის ელენე ხოშტარი, ამავე კოალიციის წევრი, მაგრამ უაღრესად თავდადებული სწორი ნაბიჯი გადადგა ელენემ, დაიწყო რა შიმშილობა და როგორც მე ვხვდები, მას შეუერთდა უკვე და შემდგომაც შეუერთდებიან მომხრეებიან სხვები, ვინც ასევე დაიწყებენ შიმშილობას. ერთ-ერთი მათგანიც მე დიდი ხანია ვიცნობ, მაგრამ არ ვიტყვი გვარსახელს, მაგრამ ის გუშინ შემხვდა და მითხრა, რომ ტაბლო, ირაკლი, ჩვენ კი არა, მე დავიწყებ შიმშილობას აგეხვალ ზეგო და უკვე ელენესაც ველაპარაკე ამ თემაზეო და კი ეცადათ ჩემს გადარწმუნებას, მაგრამ მე მაინც უნდა დავიწყო შიმშილობაო და მე მას პატივისცემას უდასტურებ, ყველას დაუდასტურებ პატივისცემას, მაგრამ ამ პარტიის და ამ კოალიციის 4 წარმომადგენელი 3 საპატიმროშია, ერთი შიმშილობს, ანუ არ არის კარგ მდგომარეობა, ძიმე მდგომარეობა, სხვა გზა ბიზინა ივანიშვილმა გარდა შიმშილობისა, ამ შემთხვევაში ელენე ხოშტარიას, გედი ფოფხაძის სხვებს, რომლებმაც დაიწყეს შიმშილობა, რომლებიც აპირებენ, სხვა გზა უბრალოდ არ დაუტოვა. პოლიტიკა ბიზინა ივანიშვილმა მოკლა. სად არიან ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლები? ხაბეიშვილს აქვს პოდკასტები, მე თუ მკითხავთ, სხვადასხვა ძალიან კარგი პოდკასტები. დღეს იყო თუ გუშინ მე ვნახე ჯვრის მონასტერთან შესაძლოა ძველი ვიდეოა, მაგრამ მაინც ჯვრის მონასტერთან როგორ არის ასული და ესე
ჯვრის მონასტერის კედელს ხო ფასადზე ადებს ხელს იქ რუსებს წარწერებიც დაუტოვებიათ, ახალი წარწერებია, ანუ შერყვნილია მონასტრის ფასადი, კედლები და ასევე პოდკასტებია, ხო ასევე ლაპარაკობს როგორ იშლება ქვა და ასევე სტუდიური პოდკასტებიც აქვს ხაბეს და მე თუ მკითხავ ძალიან საინტერესო საინტერესო რაკურსები აქვს, ნუ იპოვა თავის ამ კაცმა საკუთარი თავი მერქი ასე ვიტყვი, თუმცა ის იდენტობით პოლიტიკოსია, ნაციონალურ მოძრაობამ საერთოდ რაღაც სტუდია გააკეთა, იქ ნახე ლევან სანიკიძე კარგი ინტერვიუ თუ პოდკასტები ქონდა, კარგი მსჯელობები მიდის ამა თუ იმ საკითხზე, აუცილებელიც მეთქი მიხეილ სააკაშვილი მიესალმა ამ პოდკასტებს. მიხეილ სააკაშვილი პოლიტპატიმარია, ამას ხაზგასმით ვამბობ, მათთვის ვინც მე მაკრიტიკებს და ამბობს, რომ შენ მიხეილ სააკაშვილს არ ახსენებ. დიახ, მიხეილ სააკაშვილი ყოველგვარი მაგრამის, თუმცაც და ასე შემდეგ გარეშე ის პოლიტპატიმარია. ანუ რამდენი პოლიტპატიმარი ჩამოვასახელე? გიორგი ვაშაძე დამავიწყდა. გიორგი ვაშაძეც არის პოლიტპატიმარი, ყოველგვარი მაგრამის, თუმცაც და ასე შემდეგ გარეშე. პოლიტიკური პროცესი ამგვარია, ამ რეალობაში აღმოჩნდით ჩვენ და არის ლეგიტიმური პრეზიდენტი. ლეგიტიმური პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, რომელზეც სულ უფრო ხშირად, რომლის მიმართაც სულ უფრო ხშირად ისმის კრიტიკა. მოდი, ერთ წამს ვიტყვი, რომ სამართლიანი მეთქი, მაგრამ თუ გნებავთ მეორე წამს ვიტყვი, რომ უსამართლო მეთქი. არა აქვს ახლა მნიშვნელობა, რამდენად სამართლიანია ან უსამართლოა კრიტიკა, მე ვიტყვი ჩემს მოსაზრებას, რომ ქალბატონი სალომე უკვე მერამდენი აქციაა და მერამდენი ამბავია, გამოდის სიტყვით ერთობა. და ეს ერთობა როგორც ასეთი ვერ შედგა. იმიტომ რომ კვლავ ვიმეორებ, გახარია უცხოეთშია გასული, არ ბრუნდება, ხაზარაძე და ჯაფარიძე საპატიმროში არიან და სხვა პოზიცია აქვთ, გახარიასი არ იყოს და არ გადათქვამენ როგორც ჩანს. კარგია მათი პოზიცია, ავეთანხმოთ ერთ წუთს, მაგრამ სხვები რომ არ მონაწილეობენ არჩევნებში, არ მიიღებენ მონაწილეობას, უკვე ერთობა როგორც ასეთი ვერ გამოდის, ყველა რომ მივდიოდეთ არჩევნებზე და ვცდილობდეთ ასე მაგალითად დედაქალაქის გამოტაცებას კახაკალაძისა და ზოგადად ქართული ოცნებისათვის, კახაკალაძისთვის და ზოგადად ქართული ოცნებისათვის ეს იქნებოდა ერთობა, მაგრამ ერთობა როგორც ასეთი არ არის. აქვე ვიტყვი, რომ მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე დედაქალაქის მერობის კანდიდატები უბრალოდ ვერ იქნებიან, თუ მაინც და მაინც დედაქალაქი არის მნიშვნელოვანი და მნიშვნელოვანია ცხადია. სწორედ დედაქალაქში თუ სადმე გვაქვს იოტისოდე და შანსი, მე თუ გითხავ ესეც არა გვაქვს, მაგრამ თუ სადმე გვაქვს იოტისოდე და შანსი, სწორედ დედაქალაქშია ისიც, მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ ერთობა შედგება, ანუ ხაბე იქნება, ბოკუჩავა იქნება, საბადაშვილი იქნება, ელენე ხოშტარია იქნება, ნიკა გვარამია საპატიმროდან, ზურა ჯაფარიძე, გიორგი გახარია და სხვები იტყვიან, რომ ჩვენი კანდიდატი არის და ვეღარ ვასახელებ სიმართლე გითხრათ, იმიტომ რომ თუ ვინმე კონკურენტუნარიანი კანდიდატი შეიძლებოდა ყოფილიყო დედაქალაქის მერის თანამდებობაზე, პოზიციაზე, ეს შეიძლებოდა ყოფილიყო მამუკაზე, მეტად ჩემი აზრით ბადრი, მაგრამ ერთიან მეორე და ვერც ერთი მათგანი რაღაცა პატიმრები არიან, უკანონო პატიმრები, დასაკვირველია, ვერ მიიღებენ მონაწილეობას. სარჩევი პირები თუ არჩევითი პირები, კანდიდატები უბრალოდ ვერ იქნებიან, რაღაცა პატიმროში არიან და მე უდასტურებ პატივისცემას, ასე მაგალითად ვინ დავასახელო ჩემს მეგობარ ლევან სამუშიას. უდასტურებ პატივისცემას, მაგრამ ლევანი რომ იყოს დედაქალაქის მერობის კანდიდატი და სურო საპატიმროდან წერილზე გამოვაგზავნოს ბადრი ჯაფარიძემ, მამუკა ხაზარაძემ ან არჩევნებში მონაწილეობის წინააღმდეგ ვინც არის ზურა ჯაფარიძემ, ლევან სამუშია კახაკალაძეს ვერ დაამარცხებს. ლევან მომიტევე, მაგრამ ეს უნდა ვთქვა. საბაბუაზე, ფიქრია ჩიხრაძე თუ სხვები, ხო? ვერ დაამარცხეთ აზო დათუნაშვილი, ვერ დაამარცხებს. ამიტომ კონკურენტული იქნებოდა მხოლოდ ბადრი, ბადრი ან მამუკა და არავინ სხვა. აქედან გამომდინარე, კარგად არ მესმის, რატომ შედიან ისინი არჩევნებში მაინც. მით უფრო ამ არსებული რეალობის გათვალისწინებით აღარ ვლაპარაკობ 50-55 და მეტ პატიმარზე, ასევე ბზია ამაღლობელზე, ასევე ზვიად რატიანზე, ასევე სხვებზე პოლიტიკოსებზე, აღარ ვლაპარაკობ იმაზე, რა რეპრესიული მანქანაც აამოქმედა და მორალურ ეგრეთ წოდებულ მხარეზე. ამიტომ მე წინააღმდეგი ვარ ამ არჩევნებისა, ღიად ვამბობ, ოღონდ არჩევნებში მონაწილეობა კი არ არის, საკვარისი, არამედ აუცილებელია, რომ კამპანია ჩატარდეს მთელი ქვეყნის მასშტაბით, დადასტურებით იმისა, რამდენად უკანონოა ეს ხელისუფლება 26 ოქტომბრის შემდეგ. რა თქვა 26 ოქტომბრის შემდეგ 28 ნოემბერს ირაკლი კობახიძემ, როგორ დაარღვია კონსტიტუცია, როგორ არის ეს დე ფაქტო ხელისუფლება, რეალურად ხუნტა, რომელმაც სახელმწიფო გადატრიალება მოახდინა. აი ეს არის მნიშვნელოვანი ერთობა. ხო, ეს სიტყვა კარგად ჟღერს ქალბატონი სალომეს გარბით უფრო, ერთობა აუცილებელია, მაგრამ როდესაც ამას
მე 18-ად იმეორებ ამ სიტყვასაც ერთგვარად უკარგავ ფას ესე ვიტყვი აუფასურებ ესე ვიტყვი და ახალი სიტყვებია ახალი ისეთი ნარატივია გასაჩენი ისეთი იდეაა გასაჩენი რომელიც წარმოშობს მე წარმოქმნის მე სინერგიას მთელი ქართული საზოგადოებისა ახალი ტალღით რომელიც შეუპირისპირდება ამ არსებულ რეჟიმს ანუ რუსულ ქართულოსნებას ანუ ხუნტას და ავისი ბანდას ტრანსკრიბატის დაარქვით და მე თუ გინდა გავიდეს არჩევნებში მამუკა ხაზარაძე ოღონდ სინერგია და ენერგია არის აუცილებელი რომელიც პროცესს მოგვაგებინებს და არა ხაშურს ან რაღაც არ ვიცი დედოფლის წყაროში თუ კანდიდატი ეყოლება რომელიმე ორ ჯგუფს ანუ გახარიას ჯგუფსა ხაზარაძის ჯგუფს დედოფლის წყაროს ხელმძღვანელი არის მერია ალბათ ხო მერის თუ გამგებლის თანამდებობას რა ახალი სიტყვა სათქმელი ამაზე შემდეგ ბლოკში გავამახვილებ ყურადღებას თქვენის ნებართვით ანუ მე ახლავე ამ წამსვე ვაანონსებ ახალ მეორე ბლოკს რომელიც რამდენიმე ხანში მოდი ვთქვათ ესე ამ ვიდეოს რო ნახავთ იქიდან 2 საათში ეს ვიდეო განთავსდება დღის 12 საათზე ახლა არის 12:30 ასე ვთქვათ მოდი 2 საათზე 3:30 იქნება ახალი ვიდეო ჩემს მოსაზრებებს გაგიზიარებთ იმასთან დაკავშირებით რა ახალი ხაზი რა ახალი სლოგანი რა ახალი მოთხოვნა რა ახალი სტრატეგიაა შესამუშავებელი და როგორ არის უკუსაგდები სიტყვა ნელ-ნელა კულტურულად ყოველგვარი ერთმანეთის მიმართ რაღაცა ძიმე სიტყვების თქმის გარეშე უკუსაგდების სიტყვა ერთობა ვერ გადავარწმუნებთ როგორც ჩანს მამუკა ხაზარაძის და გიორგი გახარიას რომელიც წავიდა მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძეს მათზე ვილაპარაკოთ და ისინი როგორც ჩანს საპატიმროში კი არა რავის დახრეტის ბოლოდინშიც რომ იყვნენ მაინც იტყვიან არ ვირონიზებ რა საკვირველია არ ვახდენ ირონიზებას მაგრამ მაინც იტყვიან ისინი არჩევნები არის აუცილებელი რას აუცილებელი არის კი რა კატასტროფაა ჩემი აზრით არჩევნები ტაბუ არ დაედო მამუკა ხაზარაძის კრიტიკას მიუხედავად იმისა რომ მე მას როგორც პატიმარს მე მას როგორც ტივისის შემქმნელს მე მას როგორც ანაკლიის პროექტის სათავეებთან მყოფს ბადრისაც და მამუკასაც მე ბადრის როგორც დამოუკიდებლობის აქტზე ხელმომწერს და ასე შემდეგ რა საკვირველია უდასტურებ პატივისცემას ჩემ ხარდაჭერა და იმაზე მეტადაც უდასტურებ მეთქი ასე ვიტყვი ხშირ შემთხვევაში ვიდრე ისინი ვინც აიტაცა ნაწილი მათი ვინც აიტაცა არჩევნების იდეა და ეუბნებიან მამუკას რომ მამუკა ჩვენ შეზგენ ვართ ისინი თქვენსკენ არიან რა საკვირველია ბატონო მამუკა ბატონო ხაზარაძე მაგრამ მე გარეთ მყოფი თქვენი კრიტიკოსი უფრო ვარ თქვენსკენ იმიტომ რომ მე თქვენ მეძვირფასები ძვირფასი ადამიანი ხართ ქართული საზოგადოებისთვის პოლიტიკისთვის შეიძლება ესე ვიწროთ კი არა ქარლიანად ქართული საზოგადოებისათვის თქვენი გამოცდილება უკვე მომავალში ქვეყანას მთავრობაში იქნებით მთავრობის მიღმა გამოადგება რა საკვირველია იმიტომ რომ ერთად უნდა ამოვათრიოთ ეს ქვეყანა ჭაობიდან ყველამ ერთად ესე ვიტყვი ვინც დინარის ამ ხარეს აღმოჩნდით ანუ სწორ ხარეს ამ ისტორიულ მომენტში აღმოჩნდით ოღონდ ეს არ ნიშნავს იმას რომ მომავალში კრიტიკას დაედება ტაბუ ან ახლა დაედო ტაბუ აკი გითხარით რომ დაახლოებით 2 საათში მე მეორე ვიდეო ბლოგს ავტვირთავ რომელშიც მე დეტალურად ხმამაღლა თქვამია მაგრამ ვისაუბრებ თემაზე როგორ უნდა ჩაბანაცვლოთ სიტყვა თუ მოთხოვნა ერთობა სხვა აქტივობებით ან სხვა თემით ან სხვა სლოგანით ჩემი მოსაზრებები იქნება ეს სუბიექტური მოსაზრებები რასაკვირველია და ასე შემდეგ რაც უფრო ადრე თუ სწორი სიტყვა მიგვიყვანს ჩვენ გამარჯვებამდე რომელიც გარდაუვალიაო ესე ვიტყვით მაგრამ გარდაუვალია თუ არა ეს კიდე ცალკე სალაპარაკოა ბიზინა ივანიშვილს აქვს დრო გადააგოროს და ვიყოთ გულწრფელნი რომ აქციებს კი ვაანონსებთ და გუშინდა ყოფილიყო 30000-იანი მაგრამ იყო 10000-იანი ხალხი ნაკლებად გამოდის ეს არის პრობლემა რეალურად ეს არ ნიშნავს რომ ხალხი შეიყუჟა სამზარეულოებში ბელარუსელი ხალხის მსგავსად რასაკვირველია საჭიროების მომენტში ეს ხალხი გამოვა ქუჩაში მაგრამ გადაძაბვა როგორც ასეთი ხო რასაკვირველია აუცილებელია და ჩვენ ეს ხაზგასმით უნდა ვთქვათ ახლა ისევ სალობე ზურაბიშვილზე ორი სიტყვა სალომე ზურაბიშვილი არის ლეგიტიმური პრეზიდენტი მე აბსოლუტურად ვეთანხმები მის მოსაზრებას რომ ნახეთ როგორ აქ ნათქვამი რომ ის ყავდა გავიხსენო დაყენდითო თუ არ ვწდები ასე თქვა პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა ის არის ამ ერთობის მომხრე რომელიც ყალუგასულია მეთქი აქ გითხარით მაგრამ მაინც და არ არის არჩევნებში მონაწილეობის მომხრე საერთოდ ვართ თუ არა სალომე ზურაბიშვილის ფრთების ქვეშ თუ სალომე ზურაბიშვილის გვერდით ეს კიდევ საკითხავია სალომე ზურაბიშვილი ფაქტია რომ
ლეგიტიმურ პრეზიდენტად მიაჩნია ბევრს. ყოველ შემთხვევაში ლიდერად მიაჩნია ბევრს უცხოეთში გულისხმობ და მას აგერ რუმინეთის ახალი ლიდერი შეხვდა, სხვაებით შეხვედრიან, მაკრონთან მისი ურთიერთობა დასაფასებელია და ძვირფასია და ეს რომ ვიცოდეთ, ამიტომ მისი რესურსი ჯერაც არ ამოწურულა მეთქი ამის. თქმა მინდა და მე მგონი კარგი ხალი არ მოიწურება ყოველ შემთხვევაში. მანამ სანამ ახალი ტიპის, ან ახალი თაობის, ან ახალი ტიპის არასწორი კონოტაციით არ გაიგოთ, ერთპიროვნული ლიდერი არ გაჩნდება. ერთპიროვნული ლიდერში არ გულისხმობს ცხადია ავტორიტარიზმისკენ მიდრეკილ ლიდერს ან დიქტატურისკენ მით უფრო მე გულისხმობ ლიდერს, რომელიც საკუთარ თავზე აიღებს პასუხისმგებლობას. დიახ, სალომე ზურაბიშვილზე მიუხედავად იმისა, რომ წარსულისა და გამო წარსული განცხადებებისა და პოლიტიკისა და გამო შეიძლება ბევრი სასაყვედუროა, მაგრამ სალომე ზურაბიშვილის რესურსი ჯერაც არ ამოწურულა. სხვები რას აკეთებენ, ეს არის კითხვა. უკლებლივ ყველას გულისხმობ და არ გულისხმობ მხოლოდ პოლიტიკოსებს, გულისხმობ მათ შორის არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს, ჩემს კოლეგებს, აქტივისტებს, ამა თუ იმ სფეროების წარმომადგენლებს და ასე შემდეგ. და აი ამ რომლებსაც პოლიტიკური პარტიული იდენტობა არ აქვს. აი ამაზეც მექნება ჩემი ვიდეობლოგი. აკი გითხარით, რომ მე სრულიად ახალ ჩემი გააზრებით, ახალ იმგვარ რაკურსს შემოგთავაზებთ მოვლენებისა და ვეცდები რომ უკუვაგდო სიტყვა ერთობა, ისე რომ დავტოვო დღის წესრიგში რასაკვირველია, მაგრამ სხვა ფერებით შემოვიტანო ჩვენში და ვთქვა ღიად რა არის გასაკეთებელი ჩემი აზრით. ეს იქნება ესე რენდომ ნათქვამი, რასაც ვიტყვი 2 საათში, ეს არ იქნება რაღაც ბეჭედ დასმული ვერდიქტი იმასთან დაკავშირებით რა არის გასაკეთებელი. რენდომ ნათქვამში გულისხმობ ისე რომ აი იმ მომენტში რაც გამახსენდება, თუმცა მიფიქრია ცხადია თითოეულ ამბავზე, იმ მომენტში რაც გამახსენდება, ეს იქნება ამ საქმეთა თუ გასაკეთებელთა სია. ოღონდ პერსონიფიცირებით. აი ნახეთ როგორ ვიტყვი და დაელოდეთ მართლა 2 საათში რასაც ვიტყვი. გიორგი გახარიამ უნდა გააკეთოს ეს, დარჩეს უცხოეთში, მაგრამ მრავალწერტილი. ბადრი ჯაფარიძემ და მამუკა ხაზარაძემ უნდა გააკეთონ ეს. დარჩნენ საპატიმრო შეაბაბინ გავუშვებს, მაგრამ უნდა გააკეთონ ეს მრავალწერტილი და რა უნდა გააკეთოს ვიტყვი. და ესე ყველა პერსონალურად ჩამოული ყველას. ყველას სასაკვირველია ვერა, ეხა ვერ გავიხსენე. არ გამახსენდება იმ მომენტისთვის მაღალი ალბათობით. მინდა ვასახელოთ ახლა და არ ვიცი არა ვინმე ეს დაკნინებას რო არ გავამივიდეს. მოკლედ ბევრი უმრავლესობა არ გამახსენდება ვინც პროცესშია, მაგრამ აი ძირითად პოლიტიკურ და არა მხოლოდ პოლიტიკურ ლიდერებს კი ჩამოვასახელებ. აი მაგალითად ნინო ლომჯარიამ უნდა გააკეთოს ეს. ნინოზე ვიტყვი თუ არა, სიმართლე გითხრათ არ ვიცით, მაგრამ მაინც აი მაგალითად ვიტყვი, დავაანონსებ ნინო ლომჯარიას. ნინო ლომჯარიამ გიორგი ქვია ხო, ყოფილ სახალხო დამცველს ტუღუშმა და უჩა ნანუაშვილმა გიორგი ქვია, აღარ მახსოვს, მაპატიეთ რა. უნდა გააკეთონ ერთობლივი განცხადება. ეს განცხადება უნდა გააკეთდეს მიმდინარე წლის 28 აგვისტოს. მაგალითად, 24 აგვისტოს, ოღონდ ამაზე ვცლად ვილაპარაკოთ შემდეგ ვიდეობლოგში. 24 აგვისტოს შემდეგი პირები, არასამთავრობო ორგანიზაციებიდან, ეკა გიგაური, ხსენებული ნინო ლომჯარია, არ ვიცი, კეთი ხუციშვილი და ვინმე სხვა მიდიან კიევში, იმიტომ რომ უნდა მიულოცონ ქართული ხალხის სახელით უკრაინას დამოუკიდებლობის დღეა. მათთან ერთად იქნებიან ეს. მედია აკეთებს ამას. აი ირაკლი ტაბლიაშვილი, ჩემზე საკუთარ თავზე ვიტყვი. ირაკლი ტაბლიაშვილის 29 აგვისტოს გადაცემა შეეხება ამას და ასე შემდეგ. აი ამ ყველაფერს ვიტყვი და უკლებლივ ყველა კონკრეტულ ადრესატზე ვილაპარაკებ, ვინც გამახსენდება კვლავ ვიმეორებ და რენდომ ხა არ ვერ გამახსენდება ყველა მეთქი აკი გითხარით კიდეც. ერთობა სიტყვა უნდა ჩანაცვლდეს, ეს მინდა ვთქვა და ერთობა მაშინ გამოვა, როცა ჩანაცვლდება. ერთობა გამოვა მაშინ, როდესაც ჩვენ გვექნება საერთო მიზანი და სტრატეგია. რას ვაკეთებთ კონკრეტულად? ეს არის მოთხოვნა სალომე ზურაბიშვილისათვის დმი და სალომე ზურაბიშვილი კი მაინც იმეორებს ჯიუტად მეთქი, ოღონდ არა შემლახავად ვამბობ ამას, ერთობა გავიგეთ, მაგრამ რაში ერთობა, როგორ ერთობა, რატომ ერთობა, როდის ერთობა და ასე შემდეგ. ერთობა არა მხოლოდ არჩევნებთან იმართებაში, რომელშიც კვლავ ვიმეორებ, რომ არ უნდა მივიღოთ მონაწილეობა და დიდი კამპანია უნდა გავშალოთ თემაზე, როგორ და ჩავაგდოთ ეს არჩევნები და რა არის, რა გააკეთა, რა გაუკეთა ხელისუფლება წოდებულმა ბანდამ ქვეყანას, არამედ ერთობა სხვა საკითხებთან იმართებაშიც. ამაზე იქნება ჩემი ვიდეობლოგი დაახლოებით კი არა ზუსტად 2 საათში და მელოდეთ, მადლობელი ვიქნები თუ ამას ხო შეაფასებთ
ნახავთ, კომენტარს დასვამთ, დაალაიქებთ, unlikes გაუკეთებთ, მეჩხუბებით და ასე შემდეგ, მაგრამ იმას ნახავთ, რაც თავარია, მე ვიქნები მკვეთრზე მკვეთრი, ვეცდები, გია.